ის რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, ამას აქვს ერთადერთი მიზანი რეჟიმის მხრიდან. ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, იციან ისიც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, შესაბამისად რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა, მათ ახლა გადაწყვიტეს, რომ აი ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებით არიან ქვეყნიდან წასული, მათ შორის იმ ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც შექმნა რეჟიმმა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ, იმუშაონ და ღირსეულად იცხოვრონ, აი ამ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რაც როგორც უკვე აღნიშნა, უკავშირდება რეჟიმის შიშს და იმას, რომ ემიგრაციაში მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები.